მოგესალმებით, ეს BMG-ის ამინდის პროგნოზია, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით მე, ანა ელიკაშვილი წარმოგიდგენთ. 18 მარტს სრულიად საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს დასავლეთ საქართველოში +20, მთიან რაიონებში კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში +17, მთიან რაიონებში კი +14 გრადუსი ფიქსირდება. რუსთავში +17, მარნეულში +13, თელავში +14, სიღნაღში ასევე +17 გრადუსი. ომოლოში +13, ლაგოდეხში +9, ცხინვალში +14, გორში +16 გრადუსი ფიქსირდება. სტეფანწმინდაში +2, ბაკურიანში +6 გრადუსი, გუდაუში ასევე +2, ბორჯომში +15, ახალციხეში კი +13 გრადუსი უნდა ველოდოთ. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს ქალაქებს, ქუთაისში +21, ბათუმში +14, ფოთში +17 გრადუსი, სოხუმში +16, ზუგდიდში +20, ქობულეთში კი +14, ანაკლიაში +11, ოზურგეთში კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება. ასეთი გახლავთ ამინდის პროგნოზი საქართველოში 18 მარტისთვის. დარჩით BMG-ზე და თვალყური ადევნეთ ყველაზე საქმიან ამინდის პროგნოზს, რომელსაც მთის წყალთან ერთად წარმოგიდგენთ.